წყნეთის ხევში დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით უკვე უზრუნველყოფილია. დღეს კათოლიკოს პატრიარქმა დაზარალებულ ოჯახს, კერძოდ კი ენუქიძეების ოჯახს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 4 ოთახიანი ბინა გადასცა. უწმინდესისა და უნეტარესისგან დაზარალებულებმა ფულადი დახმარებაც მიიღეს. ბინის გასაღების გადაცემის პროცესს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც ილია მეორეს დაზარალებული ოჯახის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებას ენუქიძეების 8-სულიანი ოჯახის ერთი წევრი ემსხვერპლა. წყალდიდობა მათი კუთვნილი სახლი თლიანად გაანადგურა. არის ერთი ოჯახი, რომლის შვილი აქ ცხოვრობს, მათ გადმოსცეს საქართველოს საპატრიარქოს ბინა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა გადავსცეთ მრავალშვილიან ოჯახს. მე მოხარული ვარ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და გეხნებათ თქვენი თავშესაფარი. პირველი ხარჯებისათვის მოგიმზადეთ 1000 ლარი ფული, რომ სახარჯო ფული ქონდეთ. პატრიარქმა მითხრა, რომ მე მინდა რომ კარგი ინფორმაცია გითხრაო და აი სწორედ პირველად მე მაცნობა მისი გადაწყვეტილების შესახებ, ასე რომ მე მინდა თქვენ უძინესობა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან დიდი სიკეთისთვის. პატრიარქმა მითხოვა, რომ შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი და სწორედ თქვენ აღმოჩნდით ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი. დაზარალებული რასთავარია დაკარგეს ოჯახის უფროსი. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა ჩვენს პატრიარქს დიდი მადლობა გადაუხადოთ ამ ძალიან დიდი სიკეთისთვის. ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, საერთოდ არაფერი. გითხრას, რომ პატრიარქს უნდა ჩვენი ნახვა, დალოცვა და ძალიან ბედნიერები ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამხელა დახმარება გაგვიწიეს.